საუდის არაბეთში სამუშაო ვიზიტით ყოფი ჰილარი კლინტონი უარყოფს შეერთებული შტატების სურვილს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით ვაშინგტონს ირანის ისლამურ სახელმწიფოსთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა სურს. ირანის სამხედრო დიქტატურისკენ მიდის. ჩვენ გვინდა დავანახოთ, რომ არ ვიქნებით ხელდაკრეფილი, სანამ ისლამური სახელმწიფო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას განაგრძობს. ჩვენ გსურს ყველა მერთვიანი გზავნილი მივაწოდოთ თეირანს, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კატარში სიტყვით გამოსვლისას. ჰილარი კლინტონის ვიზიტის მთავარი მიზანია საუდის არაბეთმა ჩინეთი ირანისთვის სანქციების დაწესების მხარდაჭერაში დაარწმუნოს. საუდის არაბეთს, რომელსაც ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს, ოფიციალურ პეკინზე გავლენის მოხდენა ნავთობპროდუქტებზე შეზღუდვების დაწესების გზით შეუძლია. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ მოქმედმა წევრებმა ირანისთვის სანქციების მორიგი რაუნდის დაწესებაზე უკვე იმსჯელეს, თუმცა ჩინეთი, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილების დაბლოკვა შეუძლია, სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა.